როგორ ხედავდა მინისტრი ოქრუაშვილი საკუთარ და ქვეყნის მომავალს, გადავწყვეტეთ დროების არქივიდან გვეჩვენებინა რეპორტაჟი, რომელიც ჩვენ 2006 წლის მაისში მოვამზადეთ. მისი ნახვა კიდევ ერთი მასალა იქნება მაყურებლისთვის, გაანალიზოს და შეაფასოს ირაკლი ოქრუაშვილი როგორც ხელისუფლების წამყვანი ფიგურისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გულწრფელობის ხარისხი. ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც თავდაცვის მინისტრის კაბინეტში ყოველთვის გაფრთხილების გარეშე შედის. მარიამი მია ოქრუაშვილის საკმაოდ ხშირად სტუმრობს მამას სამსახურში და რამდენიმე საათით სავარძლის გარეშე ეტოვებს. მას მერე რაც მია ყველაფერს აურევს და თავის შკუაზე დააყენებს, 3 წლის ბავშვი და თავდაცვის მინისტრი კომპიუტერში მულტფილმებს უყურებენ. მოხუცი და ზვაგინა? ალისამიდა. ალისა ვიცი მე რომელია? აკარივა. იყო ვეფე როგორ არის სურათი რო თავზე დაერქვა. სურათი თავზე დაერქვა. ეს ვეფე ორ ფეხებზე დავწერო. მერე ცოტა სერიოზული გასართობის დრო მოდის. ვიდრე კომპიუტერში მულტფილმების ჩართვას დამოუკიდებლად შეძლებს, ბავშვმა არითმეტიკა და კალკულატორი უნდა აითვისოს. 2-ს მივუმატოთ 3. რამდენია? 2-ს 3 მივუმატოთ 2-ს, მივუმატოთ 3. რამდენია დაითვალება? 5. აი 5 დამეწერე აქაც. ვაჭი, გამოიცადე. იმიტომ რომ აქ 2 ნულია და კიდე 3-ია და 5-ია. სენაკური ხანჯგარა. ანგარიში ამ ბოლო დროს მამასაც ხშირად უწევს. ოღონდ ჯარისკაცების და შეიარაღების გარდა ირაკლი ოქრუაშვილი იძულებულია ღვინის ბოთლებით თვალოს. დარწმუნებულია, რომ მეღვინეები ჩალიჩიდან ბიზნესზე უნდა გადავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე არ გამოვა. თავად კი თეთრი, მშრალი ღვინო მოსწონს და ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში. რეჟიმის სამუშაო სტილის და შემდეგ აქედან გამომდინარე დალევა მიწევს იშვიათად. ძირითადად რა თქმა უნდა მეგობრების წრეში და ალბათ უფრო სეზონურად. მაგალითად როდესაც ბატონი ჩაკაპული სეზონი მოდის დასში. საქართველოს თავდაცვის მინისტრს 2 სამხედრო იდეალი ჰყავს: გენერალი მაზნიაშვილი და მეფე ერეკლე მეორე. როგორც სტრატეგს ორივე საფასებს, მაგრამ ერთ-ერთს საქართველოს რუსეთთან დაკავშირებას ვერაფრით პატიობს. ქართველებიდან ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი იყო მაზნიაშვილი. პრაქტიკულად არც ერთ ბრძოლა არ წავიდა. იგივე შეიძლება ითქვას ერეკლე მეორეს. სტრატეგი საკმაოდ კარგი იყო ის. თუმცა როგორც პოლიტიკოსი, ალბათ რაღაც ნულის სიახლოვეს თამაშობს. ვიდრე მამა სერიოზულ თემებზე საუბრობს, მია მინისტრის სავარძელს და არა მარტო მას ითვისებს. ტელეფონი ამას აქში საინტერესო გასართობია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მის დანიშნულებას. ამით მიას სტუმრობა მამასთან მთავრდება. თავდაცვის სამინისტრო აღლუმისთვის ემზადება 18,000 ჯარისკაცის მწყობრით ჩატარებას, ვარჯიში სჭირდება. 26 მაისამდე რამდენიმე დღე რჩება. დღესასწაული ლამაზი უნდა იყოს. ზოგიერთებმა კი ქართული არმიის შესაძლებლობებიც უნდა დაინახოს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე თითოეული ქართველისთვის, რადგან ის დამოუკიდებლობა იყო ჩვენ ამ დღეს, რასაც მთელი საუკუნეების განმავლობაში უფრო მოგებავებინა. მეგობრებთან სტუმრობას ირაკლი ოქრუაშვილი არც თუ ხშირად ახერხებს, მაგრამ ყოველთვის სასურველი სტუმარია. საგანგებოდ მისთვის საყვარელი კერძიც მზადდება. ჩინაურია და ძალიან ისეთი უფროსორი სტუმრად ავწვილი ჩინაურია. რაკეტის ანიჭებს უპირატეს შესაძლებლობას. ელარჯი. და კიდევ ერთხელ ელარჯი. განსაკუთრებულად.
ირაკლი ოქრუაშვილი და თამაზ ბერიაშვილი დიდი ხანია მეგობრობენ. ყველაზე მძიმე გამოცდა მათმა მეგობრობამ ნადირობისას გაიარა. ტბაზე ფეხქვეშ ყინულის ჩამტვრევა და გავეშებული ნადირისგან თავის დაღწევა მეგობრის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. С ним можно на разведку идти. ისეთ კაცთან არასოდეს არ მივდივარ და რაღაც მისი ნდობა და იმედიც არ მოგდა. ხშირად ყოფილა ეგ სროლით თუ ყვივილით დაძახევა და საშველად და მაშველად ხშირად პოლენილან და ამოუყვანება თქო გაჭირებიდან. მამი. რა მოგვიწე რა. კარგად, მომხდე. აი, გავიჭრილდე. ეს უკვე სახლია, პატარამია, აქაც ყველას თავის პირობებს კარნახობს. მასთან ურთიერთობის ერთადერთი სტრატეგია დათმობაა. მარისთან არ ვიცი. უფროსი ვინაა? მია. ყველა ეგრეთ ფიქრობს. კი, ნამდვილად დავეთანხმები. რაში გამოიხატება მისი უფროსი? რასაც მოიცურებს, ისეთ ჯიუტია თავისი გააქვს ყოველთვის. მაგის სიტყვა უნდა იყოს ბოლო ცემა. კვიცი გვარზე ხტისო და არც მშობლებს უგვირთ ბავშვის სიჯიუტე. გასარკვევი იზღარჩება მემკვიდრეობით, ვისგან ერგო მიას ესთვისება. ხასიათებით თითქმის გავართ ერთმანეთს და გარკვეულწილად ეს აისახა ჩვენ შვილებს. დედამისსავე ჯიუტია. ეს საკითხია. ვისავით არის ჯიუტი? ირინა გორდელაძე უკვე 6 წელია ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლეა. მართალია დღეს მინისტრი გაცილებით დაკავებულია ვიდრე წლების წინ, მაგრამ როდესაც სახლში შემოდის, კაცრი ოქრუაშვილი კარს მიღმარჩება. სახში იცვლება რა თქმა უნდა აბსოლუტურად, აღარ არის ისეთი კაცრი, როგორც ტელევიზორში შეიძლება მოიჩვენოს ზოგიერთს. ხანდახან ბავშვის ჭკუისაც არის ხოლმე თამაშება, ერთად ყველაფერს აკეთებენ, რასაც მიაკეთებს. ბოლო დროს პრეზიდენტმა მოთხოვა საკმაოდ კარგი წიგნი. პრეზიდენტის ნაჩუქარ წიგნში საუკუნეების წინანდელი ქართული ლეგური ურთიერთობებია აღწერილი. იმ დროს საქონლის ქურდ ლეკებს ქართველები თავს აჭრიდნენ. ლეკებში კი საუკეთესო საჩუქრად თუში ქალის ძუძუ ითვლებოდა. დღეს ურთიერთობის ფორმა შეიცვალა, მაგრამ საფრთხე არსებობს. ქართული სახელმწიფოებრიობა მე-19 საუკუნეში საბოლოოდ დაასამრა ლეგიანობა. და ჩრდილოეთ კავკასია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რა თქმა უნდა, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, საქართველოსთვის და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. დღესაც კი. რამდენიმე წლის წინ ვიყავით ამის უმსწრე ბანკში. დღეს ძალიან ბევრ საუბრობენ ოქრუაშვილის უნარზე ააწყოს ნებისმიერი საქმე. თავად მინისტრი დარწმუნებულია, რომ მენეჯერს პირველ რიგში ადამიანების მართვა უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, იარაღის კალიბრშიც უნდა ერკვეოდე, მაგრამ ეგ მეორე ხარისხოვანია. მე მჯერა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ, მაგრამ იმათზე მეტად ჯერა ჩემი საკუთარი თვალების. ყველას უკვირდა, რამდენად სწრაფად დავამთავრეთ სენაკის ბაზის შენელობა. ეს იყო შედეგი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფაქტორი. იმისა, რომ ესე მოკლე დროში ჩვენ ეს გავაკეთეთ, იყო ის, რომ კვირაში ერთხელ ჩავდიოდი სენაკში და ჩემი ტრადიციული მეთოდებით დათვირებს უტარებთ. რა მეთოდები? ჩემი საიდუმლო რეცეპტია. თქვენ უნდა მოიგოთ ომით გადაგილებოთ თქვენო. პლა! თავდაცვის მინისტრი რომ არ იყოს აუცილებლად იმსახურებდა ჯარში და თანაც სპეცდანიშნულების რაზმში. ჯარის სხვა სახეობებიც მოსწონს, მაგრამ ფიზიკური მონაცემები ხელს უშლის. არტილერისტის მონაცემები არ მაქვს, იმიტომ რომ გეომეტრია, ფიზიკა, მათემატიკა ესეთი რაღაცები გამოთვლები არავის არ მიყვარდა. ტანგისტი ვერ ვიქნები, ჩემი სიმაღლე გამომდინარე. ნავიც ვერ ვიქნებოდი, იმიტომ რომ გამოგიტყდებით ის მეშინია ყველაზე მეტად. სიმაღლიდან ვარდნის. არა სიმაღლის. ვარდნის. კარიერის საფეხურებზე მაღლა ასვლა არ აქვს სამი საშიშროებას. საშიშროებას არ თქმა უნდა წარმოშობს, მაგრამ იმას ვისაც ეშინია გარკვეული სიმაღლიდან, თანამდებობრივი სიმაღლიდან ჩამოვარდნის, ის ადამიანი ავადმყოფია.